14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს საუფლო კვართისა და ღმრთივ ბრწყინვალე და მირონ მდინარე სვეტისა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს. 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა. მიტროპოლიტმა შიომ ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა. მეუფე შიომ მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტ ანანიას და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკს ანგელოზის დღე მიულოცა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ყოვლად სამღვდელონო დემთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, პატივცემულო ქალაქ თბილისის მერო, მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. შეგვეწიოს წმინდა საუფლო კვართის და სვეტიცხოვლის მადლი და ძალა. წმინდა საუფლო კვართის სვეტიცხოვლის მადლით წმინდა მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის დედოფალ ნანას მეოხებით ლოცვით უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, დალოცოს საქართველო, გაანთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ერი. როგორც იცით, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს. გაისად 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს აღნიშვნა ამ საიუბილეო დღეებისა. და დღეს მე მაქვს პატივი წაგიკითხოთ ამ კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა ქართველი ერისადმი. სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნე არის დასტური იმისა, რომ უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერი ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას ქრისტეს აზიარა. სწორედ ქრისტიანობამ მოგმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, განღმრთობისა და ცათა საცუხელოში დამკვიდრებისა. ერთ მნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი გათავისება შედეგია უაღრესად მყარი საფუძვლისა, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში. ღვთისმშობლის წილხვედრი ქართლის მიწაზე უძველესი დროიდანვე გამოფწყინდნენ პირველი წმინდანები, რომელთა სიმრავლეც განსაკუთრებით ცხადყოფს საქართველოს ეკლესიის სულიერ სისავსეს. სწორედ ამ სისავსემ შეძინა ქართლის ერს
საქართველოს ქართლს ის ჰაგიოლოგიური ხასიათი, რაც გულისხმობს მის წოდებას წმინდანთა დედად, როგორც ეს უწყებულია მერვე საუკუნის თხზულებაში მარტვილობა აბო თბილელისა. წმინდა ილია მართალი ბრძანებს, ახალმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისთვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალ აღთქმას შეუერთა ძველისგან ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისთვის და რაც თავის დღეში არ დაძველდება, სანამ ადამიანი არსებობს. შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნა ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწაწყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწაწყლის დაცვა რჯულის დაცვად. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ღვთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული შემწეობის შედეგად, საქართველომ არაერთხელ მიაღწია როგორც სარწმუნოებრივ აღორძინებას, ისე სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ერის ისტორიაში განსაკუთრებულ სიმძიმეთა ჟამს ქრისტიანულ ღირებულებებისადმი თავდადების არნახული მაგალითები, ღვთისა და მამულის ერთგულებისთვის აღსრულებული მოწამებრივი ღვაწლი, როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე მთელი ერისა უთხოვარი მოწმობაა ქართველი ერის სულიერი სიმტკიცის იმ მარადიული ფასეულობების დაცვის საქმეში, რაც მაცხონებელი რწმენის საფუძველია. სამწუხაროდ ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითყოფადობისგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებას და გათიშულობას. წმინდა ილია მართლის სიტყვებით, ერის პირქვე დამხობა იქედან იწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებს. სწორედ ამიტომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავის აღნიშვნა ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაც. ღვთის განგებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც გასულ 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების უმნიშვნელოვანეს თარიღს, ასევე უმტკიცეს საფუძველს უქმნის ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი ისეთი უაღმატებულესი წმინდანებისა, რომელთა დამსახურებაც გარდამტეხი იყო საქართველოს ეკლესიის და ქართველი ერის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი წმინდა ანდრია პირველწოდებული და მასთან ერთად ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი მოციქულები, წმინდა სიმონ კანანელი, წმინდა ბართლომე და წმინდა მატათა. დედა წმინდა სიდონიასი და მასთან ერთად ქართლის მიწაზე უძველესი დროიდან გაბრწყინებული პირველ მოწამენი, ქართველთა განმანათლებელი მოციქულთა სწორნი ნინო და პირველი ქრისტიანი მეფე და დედოფალი მოციქულთა სწორნი წმინდა მირიანი და წმინდა ნანა. წმინდა პირველ მოწამე რაჟდენი, წმინდა მოწამე შუშანიკი, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, ღირსი იოანე ზედაზნელი და სხვა ასურელი ღირსი მამანი, წმინდა მოწამე აბო თბილელი, წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მისი თანამოღვაწენი, წმინდა ქალაქი იერუსალიმის და საზღვარგარეთის სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში მოსაგრენი, წმინდა იოანე ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ეფრემ მცირე, წმინდა არსენ ნიყალთოელი, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი, 100,000 ქართველი მოწამე, წმინდა ახალ მოწამენი, კომუნისტური რეჟიმის დროს წამებულნი და მრავალი სხვა. ამასთან ერთად უდიდესი საუნჯეა ქართველი ერისა, ღვთიმომადლებული სიწმინდენი, როგორიცაა კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სამსჭვალი ჯვარცმული უფლისა, კვართი და სარტყელი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, წმინდა ნინოს თმით შეკრული ჯვარი ვაზისა, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის საფლავი, ხალენი წინასწარმეტყველ ელიასი, უწმინდესი ხელთუქმნელი ხატები, ანჩისა, აწყურისა და სხვა უნიკალური ქართული ხელნაწერები, ფრესკები, მინიატურები, ღვთივკურთხეული ეკლესია მონასტრები. ეს ღვაწლით გამორჩეული წმინდანები და მადლმოსილი სიწმინდეები და საერთოდ საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს.
სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუსრულებელ სწრაფვას და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა არ ყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში. შარშან 13 დეკემბერს წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა. ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ხვდებით, როგორ შორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ მოქმედებთ. ურთიერთ სიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული. საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და შესაბამისად მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ამიტომ ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მოიცვა სრულიად საქართველო, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში, საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გვმართებს სარწმუნოებრივ ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის მთელი სისავსით გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების. შეგვეციოს უფალი, რათა ყველა ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი გამთლიანების და ღირსეული აწყლოსი და ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის ასევე ჩვენი ძვირფასი მეუფის მიტროპოლიტ ანანიას ანგელოზის დღე, გილოცავ ძვირფასო მეუფე და მეუფე მელქისედეკის ასევე ანგელოზის დღეს. ევანგელი დღის მადლით ღმერთმა მოგმადოთ ღერძელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. ამინ. ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ჩვენს მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მერს, ჩვენი მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო საზოგადოება, მცხეთის მკვიდრო, სვეტიცხოვლის მრევლო. გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გულოცავთ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ ყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში, სვეტიცხოვლში, მიწის და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბზანებული არის უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ქართველებს საუკუნეების მანძილზე. ასევე უფლის კვართია სწორედ ჩვენი ერის და ქრისტიანობის განუყოფელი სიმბოლო. სწორედ უფლის კვართი იყო შთამაგონებელი წმინდა ნინოსთვის, რომ ჩამობრძანებულიყო საქართველოში და ექადაგა ქრისტიანობა. და სწორედ მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეოხებით გაქრისტიანდა ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი და მას შემდეგ ესე მტკიცეთ, ესეთი ურყევია ქრისტეს სიყვარულში. დღემდე მოვედით აქამდე მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, სწორედ ამ რწმენით, ამ რწმენაში არის სწორედ
გათავისებული ჩვენი იდენტობაც, ჩვენი კულტურაც, ჩვენი წარმომავლობაც, სწორედ ქრისტიანობით არის შევსებული. ასევე აუცილებელი აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საქართველოში ჩვენ ქართველები სწორედ ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობით ვართ ესე გამსჭვალული, რომ ვართ ესე წარმოჩენილი, ესე ძლიერად და უდიდესი ძალა აქვს ჩვენ სარწმუნოებას. არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის მეოხებითაც სწორედ ვართ ესე გამსჭვალული და მტკიცეთ ქრისტეს წმენაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სრულიად საქართველოს ფარავდეს უფალი და კიდევ ერთხელ იყოს ჩვენი სვეტი ცხოვობა მუდმივით და მარადიული ჩვენი თამდევი. გილოცავთ სვეტი ცხოვობას, გილოცავ უწმინდეს და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და დღეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ გამოხატოთ მადლიერება უწმინდეს და უნეტარეს მიმართ იმ მრავალწლიანი ღვაწლისთვის, ნახევარსაუკუნიანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის წინაშე. და დღეს რომ ასე მრავლად არის შეკრებილი მრევლი სვეტი ცხოველის წმინდა ტაძარში არის რა თქმა უნდა ამ ღვაწლის დამსახურება და უდიდესი მადლობა პატრიარქს ამისათვის, მისი ღვაწლისთვის და მისი მოღვაწეობისთვის. მინდა სვეტი ცხოველობა მიულოცო საპატრიარქო ტახტის მოსახდარეს მეოფეშიოს, მინდა მიულოცო დღევანდელი დღესასწაული წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას და მინდა მეგულოცოთ მრევლს, მინდა მიულოცო მცხეთელებს, მინდა მიულოცო საქართველოს თითოეულ შვილს, დღის მადლი ფაროვდეს ჩვენს ქვეყანას. ეს ტაძარი შეგვახსენებს ყველას ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქრისტიანული კულტურის წინაშე, ჩვენი დედა ეკლესიის წინაშე, რომ ხენიადაგ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის სიძლიერეზე და ჩვენი ქრისტიანული კულტურის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი დედა ეკლესიის მრევლის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინაშე. ჩვენ როგორც აღინიშნა მომავალ წელს ვიზიარებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17 საუკუნოვან იუბილეს და ეს თარიღი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეგვახსენებს კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ სრულნაში და კიდევ ერთხელ ეს არის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის. დღეს მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიზუღლით, რომელიც არის საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. და რა თქმა უნდა, ეს პრობლემა გვერდს ვერ უღწევს ვერც ჩვენს ქვეყანას. და ამ ვითარებაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი სცენი არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში, არამედ სხვადასხვა საზოგადოებაში. ამიტომ ყველას მინდა გისურვოთ სიყვარული, ყველას მინდა გისურვოთ წმენაში გაძლიერება, ესე როგორც ჩვენ თავს მინდა ვისურვოთ წმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ჩვენი ერი იყო წმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა. და ასე იქნება, რა თქმა უნდა, მომავალშიც, ვიდრე ჩვენი ერი იქნება ძლიერი წმენაში, ვიდრე იქნება წმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავინ გაგვამარცხებს და საქართველო იქნება ძლიერი. ჩემ ქვეყანას მინდა ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. თქვენო მაღალ ყოვლად უსამგრელოებო მეოფეშიო, მეუფენო, მამებო, ძვირფასო საზოგადოება, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნისთვის. 2000 წლის წინ ამ ადგილას დაიკრძალა უფლის კვართი, რომელიც იმ მომენტიდან იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს და არის ჩვენი ერის უხილავი სამოსი. ეს შეგვახსენებს ჩვენ თუ როგორ რა მისია აკისრია ჩვენს ერს.
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა. ჩვენ ვართ უფლის კვართის ცვლიერი. ეს არის ის მისია, რომელიც უფლისგან დაეკისრა ჩვენს ერს. ეს არის ის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენი ვალია ეს მისია შევასრულოთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. დღეს ასევე არის წმინდა მეფე დედოფლის მირიანის და ნანას ხსენების დღე, რომელთა მეფობის დროსაც მოექცა ქართლი და როგორც ითქვა, მომავალ წელს გვაქვს უდიდესი დღესასწაული, როდესაც მთლიანად ერმა ჩვენთვის და ასევე ქრისტიანული სამყაროსთვის უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანების, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. და ეს იქნება წელი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რას ნიშნავს ერის და ბერის ერთობა, თუ რას ნიშნავს ჩვენი მთავარი მისიის შესრულება, როდესაც ჩვენს მამულთან, ჩვენს ენასთან შესისხორცებულ ჩვენს არწმუნოებას ვიზეიმებთ. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღესასწაულს, უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. დიდი დღე არის, კურთხეული დღე არის. ვადიდებთ უფალ ღმერთს, მადლობელი ვართ უფალი ღმერთის, რომ ქართველი ერი შემოიკრიბა უამრავი ადამიანია დღეს სვეტიცხოვლში. სვეტიცხოვლობა არის ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა სასულიერო პირებმა მიულოცეს შენუსმდეს პატრიარქს, უსურვებთ მას ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობას. სწორედ მისი მადლი არის, რომ გამტკიცდა საქართველოში სარწმუნოება, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ ეს იყო თითქოს 45 წლის წინ აქ მაკურთხა მასმა უსმდესობამ ეპისკოპოსად, თითქოს 9 საუკუნე გავიდა და მაშინ სულ სხვა მდგომარეობა იყო, დღეს არის სხვა მდგომარეობა, უკეთესი მდგომარეობა არის ღვთის მადლით, მაგრამ შევთხოვთ და მე შევთხოვ უფალ ღმერთს წმინდა კვართს და სვეტიცხოველს, რომ ქართველი ერი გაამრავლოს და მრავალი ასეთ გასწავლი აჩქოს უფალმა ღმერთმა ჩვენ ერს. დიდება და მადლობა უფალს, რომ ეს დღესასწაული არსებობს ჩვენი ეკლესიის უძველესი დროიდან და ჩვენი ხალხისთვის ეს არის ღვთისაკურთხევისა და ჩვენზე ზეგარდამო მადლის მოსვლის დღესასწაული. გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენს მთელ ქვეყანას, ხალხს, ჩვენს პატრიარქს, დღეგრძელობას და მრავალჟამიანობას უსურვებთ და ხალხს მადლიერებას ღვთისას სახარების სიტყვას გავიხსენებ, თუ რა ისიკეთე გვიყო ჩვენ ღმერთმა. ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, კვართისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ამ დიდ დღესასწაულს ჩვენი ეკლესიის და წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის და დიდი ბედნიერებაა, რომ ქართველებს ეს განძი გაგვაჩნია. რამე თუ ვითარცა მეორე იერუსალიმი არის ცხეთა და მადლი კვართისა აქედან უერთდება იერუსალიმის მადლს. დღეს ასევე განცხადდა მომავალი საიუბილეო წლის შესახებ 1700 წელი საქართველოს მოქცევისა და გაქრისტიანებისა და ეს თარიღი მნიშვნელოვანი არის მთელი ჩვენი ერისთვის, კიდევ ერთხელ რომ გავიაზროთ ჩვენი საუკუნოვანი კავშირი ღმერთთან და თუ ეს კავშირი რაღაც მიზეზების გამო იყო შესუსტებული, აი ღმერთი გვაძლევს კიდევ საშუალებასაც, გვაძლევს შეხსენებასაც, თუნდაც ასეთი სახით ჩვენი წინაპრების მაგალითით, ჩვენი ისტორიით, რომ ეს კავშირი გავაძლიეროთ და აღვადგინოთ კიდევაც. გილოცავთ მრავალს და ესწარით. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. დღეს არის კვართისა საუფლოისა ზეგარდამო ქსოვილისა. მაცხოვარს ერთადერთი რაც გააჩნდა თავისი პირადი საკუთრებაში კვართი იყო დედა ღვთისმშობლისაგან მოქსოვილი და ისიც საქართველოში გამოგვიგზავნა ჩვენ. გახარებულები ვართ, ყველას გვიხარია, მაგრამ პასუხისგებლობა არ უნდა დაგვავიწყდეს. პასუხისგებლობა უფრო მეტი გვაქვს, დიდი გვაქვს. ასევე სვეტიცხოვლობა არის 13 ივლისს მოგვეხსენება, ოღონდ
მაშინ არის თვითონ ტაძრის დღესასწაული 12 მოციქულის, დიდი მოციქულის სახელზე არის აგებული ჩვენი სვეტი ცხოველი. ულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, მისი ლოცვა-კურთხევის ძალთა და მადლთა, რომ ეს დღევანდელი დღე მოვიდა. არ დავივიწყეთ მართლმადიდებლობა, არ დავიწყეთ წირვა-ლოცვები და პატრიარქის დაუღალავმა, შრომამ, ლოცვამ, ასე ვთქვათ, დღედაღამე მე დარწმუნებული ვარ ამაში და დღესაც პატრიარქი განუწყვეტელ ლოცვებშია და შედეგიც ეს არის, მოსავალი ეს არის. ესე რომ იშრომებ და იღვაწებ, მოსავალი აუცილებლად მოვა დადებითი და კარგი. გილოცავთ უწმინდესო, შეგვინდე გვაპატიე, გაგვაძლიეროს ღმერთმა თქვენი ლოცვებით და მთელი ჩვენი ღვთისმდაცული ერი, ჩვენი მთავრობა და მხედრობა მისე, სრულიად საქართველოს და ქართველი ერი, ყველა უკლებლივ. დაიცვას და დაიფაროს სვეტი ცხოველობის ძალმა და მადლმა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა. სრულიად საქართველოს ულოცავ სვეტი ცხოველობას, მის უწმინდესობას და უნეტარესობას. კვართის დღესასწაულს, დღეს არის უფლის კვართის დღესასწაული და როგორც უფლის კვართი არის უკერველი და ერთიანი, აი ესე ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, განუყოფელი და ღმერთმა დაგვიბრუნოს ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, სამაჩაბლო და აფხაზეთი. ამინ. მისი უწმინდესობის ლოცვით. ყველას ულოცავ სვეტი ცხოველობის დღესასწაულს. კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც დავანებულია სვეტი ცხოველის გულში, გვაგისრებს უდიდეს პასუხისგებლობას, რადგან უკერველი შესამოსელი უფლისა მაინდამაინც ქართველებს გვერგო, ისევე როგორც წილხვედრობა დედაღვთისმშობლისა, ისევე როგორც აუარება წმინდანი, რომელიც ამ სიწმინდეებს შეეწირნენ და ჩვენი ვალია რომ ბოლომდე უერთგულოთ, აი ამ ბოლო ჟამს დავიცვათ უფლის მწნებები და ბოლომდე ვიდგეთ ჩვენი პატრიარქის და ჩვენი დედა ეკლესიის გვერდით. გილოცავთ სვეტი ცხოველობას, ულოცავ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს, უსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას. ჩვენ დღეს მონაწილეობა მივიღეთ წირვაში გალობით, ჩვენ გახლავართ სამების სამეულო სკოლა, ვართ ძალიან მადლიერები, ძალიან ბედნიერები და სრულიად საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დღეს. ულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს ღმერთმა ჯანმრთელად და დიდხანს გვიმყოფოს. ძალიან დიდი დღე არის დღეს და ძალიან მიხარია, ღვთა პატივი წილა და ვიგალობე დღეს ტაძარში, რის გამოც ძალიან განხარებული ვარ. გილოცავთ სრულიად საქართველოს, მრავალს დაესწარით. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, სვეტი ცხოველობას, დიდი სიყვარული ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ასევე მეუფეშიოს და ყველა მეუფეებს, ყველა მდომსახურს, მის მომბრძანებულები არიან დღეს სვეტი ცხოველში. სწორედ დღევანდელი დღის ძალა და მადლი ფარავდეს საქართველოს, აერთიანებდეს და აძლიერებდეს მარადშა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი. ჩემთვის სვეტი ცხოველობა არის ძალიან განსაკუთრებული დღე, რადგან აქ გავიზარდე და ყოველ წელს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქვს შესაძლებლობა აქ ვიყო და ხალხთან ერთად აღვნიშნო ეს დღე. შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სვეტი ცხოველობას აღნიშნავს. ასევე მოიხსენიებს წმინდა მოციქულთა სწორებს მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონია კვართის მიმრქმელსა და მის დედას, მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებულს, წმინდა მელქისედეკ პირველს, სრულიად საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქს, სვეტი ცხოვლის განმაახლებელს და წმინდა აბიათარ მღვდელს, ურიაყოფილს.